რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობა, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. ჩემი დღევანდელი გადაცემა დაეთმობა სწრაფი გადახდის აპარატებს და მონოპოლიის მცდელობას ამ სფეროში. სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ბაზარზე მცირე ხნის წინ გამოჩნდნენ. ამ პროდუქტის შეთავაზება მომხმარებელთათვის განპირობებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებითა და მომხმარებელთა მოთხოვნით. პრობლემა ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავედ გამოჩნდა, რადგან სწრაფი გადახდების კომპანია Nova Technology და OSMP, რომელიც უკვე აღმოჩნდა, რომ აღარ არსებობს ბაზარზე, საქართველოს ბანკის მიმართ ბრალდებებს აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ბაზარზე საქართველოს ბანკმა კარტელური გარიგებებითა და კორუფციული ქმედებებით საგადასახადო ბაზარზე მონოპოლიური სქემა შეადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის გადახდის აპარატები განთავსებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორებიცაა მეტრო, ავტობუსების გაჩერებები, მიკროავტობუსები. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ 2006 წელს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საქართველოს ბანკის მიერ 2007 წელს სპეციალურად შექმნილმა მშვილობილმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია Nova Technologies ლობისტი ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი, ხოლო სატელეფონო ჩართვით ჩაგვერთვება ასევე ქალბატონი მადონა კოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. ქალბატონი მადონა, აგვიხსნის ირღვევა თუ არა მომხმარებელთა უფლებები ამ სფეროში. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მადლობა მოგბრძანებისთვის. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. დავიწყოთ თავიდან, რა პრობლემა რა შემდგომარეობს პრობლემის არსი, რომ აგვიხსნათ თუ შეიძლება. პირველ რიგში დიდი მადლობა ესოდენ ინტერესისთვის და ჩვენთვის რეალურად ამ შემთხვევაში ეს გარკვეული მხარდამჭერაც არის საზოგადოებისა, ზოგადად ვისაც აინტერესებს ქვეყანაში მდგრადად განვითარდეს ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები და იყოს ნორმალური კონკურენტული გარემო და ყველას კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ აკეთებდეს იმ საქმეს, რაც მას უყვარს, რაც მათ იცის და არ იყოს მომლოდინე მხოლოდ იმისა, როდის იქნება მოწყალებული მისთვის გარკვეული პენსია თუ სოციალური რაიმე დანამატი, როდესაც არ მუშაობ და როდესაც არაფერს არ აკეთებს. სამწუხაროდ დღევანდელი ფონი ჩვენი ურთიერთობისა იქნება აქედან პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა და არსებობს საქართველოში რეალურად საბაზრო ურთიერთობებში და საბაზრო ურთიერთობები საერთოდ არსებობენ თუ არა, აქედან მომდინარეობს. ჩვენი პრობლემა ამ შემთხვევაში, რაც შეეხება კონკრეტულად სწრაფი გადახდის ბიზნესს, სამწუხაროდ იქნა მე ასე ვიტყოდი, მოიპარეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ეს ბიზნესი, არა იდეა, იმიტომ რომ ეს როგორც ბიზნესი ისე მუშაობდა, მათ მოიპარეს და საკანონმდებლო მიტაცება გააკეთეს. და რატომ? რო შევიტანო უფრო მეტი ნათელი ამ საკითხში, სწრაფი გადახდის ბიზნესი თუ ვინმეს ეს ახსოვს, იგი მოქმედებდა და არსებობდა საქართველოში ძალიან დიდი პერიოდიდან, ჯერ კიდევ ვიდრე საქართველოს ბანკი თუ სხვა მსგავსი ტიპის კომერციული ფინანსური ორგანო ჩაერთვებოდა ამ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობები იწყება მეახლობით 98-17 და ასე შემდეგ წლებიდან. კარგად გვახსოვს ლურჯი აპარატები სხვადასხვა მაღაზიებში, ქუჩებში განთავსებული, რითაც შეგვიძლია სწრაფი გადახდა. ამასთან ერთად თქვენ გახსოვთ, იყო ესეთი სკრეჩები და მონობარათები, თუ შეიძლება ესე შეგახსენოთ, რომლითაც თქვენ გადაფხეკიდან იყენებდით ამ მეთოდს და იხდიდით მობილური ოპერატორის შესაბამის თანხას. შემდგომ ეს ყველაფერი კიდევ ავიდა ტექნიკურად ცივილურ მდგომარეობაში და სწრაფი გადახდები უკვე გახდა პირდაპირ ელექტრონიზირებული. რასაც აკეთებდნენ კონკრეტული კერძო კომპანიები, კონკრეტული ბიზნესები, ავითარებდნენ ამას და არანაირი მომხმარებლის უფლებების დარღვევა არ ხდებოდა, ვინაიდან იხდიდით 10 ლარს, შესაბამისად გერიცხებოდა 10 ლარი და თქვენი არანაირი პრობლემა არ იყო თუ როგორ ქონდა გარკვეული მობილურ ოპერატორს თუ სხვა მიმღებს ამ შემთხვევაში თანხისა იმ სწრაფ კომპანიის
ასე ვთქვათ, ოპერატორებთან, რომლის საშუალებითაც იქნებოდა ეს Nova Technology, თუ იქნებოდა სხვა კომპანია, იხდიდნენ ამ თანხას და საკომისიოები იყო განაწილებული, შესაბამისად, ტარიფებიც ბალანსდებოდა და დგინდებოდა აქედან გამომდინარე. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც უკვე ეს ბიზნესი განვითარდა, განავითარეს კერძო კომპანიებმა, კერძო ადამიანებმა, კერძო ინვესტორებმა და ჩვენ შემთხვევაში აქ მიახლოებით 10 მილიონის მოცულობის საინვესტიციო პროდუქტზე, 14 მილიონამდე ჩვენი კომპანიის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული. ანალოგიურად ალბათ პარალელურ კომპანიებშიც ბაზრის წილიდან გამომდინარე, ნელ-ნელა დაინახეს ბანკებმა, რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე, დაიწყეს ამ ურთიერთობებში და ამ ბიზნესში ჩარევა, თავიანთი მოკლე ინექციებით და ნელ-ნელა გაჩნდნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესება გამოთქვეს ამ სექტორით. შესაბამისად, მივიდა ყველაფერი იქამდე, რომ მოიტაცეს ეს ბიზნესი საკანონმდებლო დონეზე და აიხლავე გეტყვით, ამას ყველაფერს ერქვა, როგორც აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ, სწრაფი გადახდის ბიზნესი. დღეს საქართველოში კანონმდებლობა სწრაფი გადახდის ბიზნესზე არ არსებობს, არსებობს საგადახდო სისტემების კანონი, რომელიც შემოვიდა. ამ საგადახდო სისტემების კანონმა შეირწყა სწრაფი გადახდა. ამიტომ იურიდიულად ეს გახდა ბანკის საქმე და შესაბამისად მოგეხსენებათ თუ სხვა დაწესებულება არ ახარ, ამას ვეღარ გააკეთებ და ვეღარ განაგრძობ. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დაუტოვეს იმ საკანონმდებლო დონეზე კიდევ საშუალება, რომ ჩვენ თუ კი ვაკეთებდით სწრაფი გადახდის ბიზნესს, ეხლა ამას დაერქვა საგადახდო სისტემა და გამოვიდა, რომ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკეთებდით სწრაფი გადახდის ბიზნესს და ბოლო წელიწად ნახევარია ჩვენ თურმე ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ საგადახდო სისტემების ბიზნესს, რაც რეალურად არც ჩანაფიქრში ყოფილა და არც შედეგობრივად იყო ასეთი რამ. ეს ყველაფერი სამწუხაროდ უკვე მოექცა ეროვნული ბანკის მარწუხების ქვეშ და ამ კონკრეტული სეგმენტის ბიზნეს სეგმენტის რეგულატორი, ზედამხედველი და ასე შემდეგ გახდა ეროვნული ბანკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, როდესაც ბანკმა ჩაიგდო ეს საქმე ხელში, ბანკს მოგეხსენებათ, აი გასული წლის შედეგად მარტო საქართველოს ბანკი რო ავიღოთ TBC-ის სხვას არ გავყოფდი, მარტო საქართველოს ბანკს 120 უпростоრედ მილიონი ქონდა წმინდა მოგების სახით, საიტზე შეგიძლიათ გახსნათ საბანკო რეპორტები, ნახოთ ყველაფერი ხელმისაწვდომია. მე გითხარით, რომ აქ იყო 10 მილიონის მიახლოებით ურთიერთობა ბიზნესში, თავისთავად ცხადია, ვერანაირად ვერ გაუძლებდა 10 მილიონის სეგმენტი 120 მილიონიან წმინდა მოგებას. ამიტომ დიახ. რეკლამის დროა და ჩვენ გავაგრძელოთ ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მალე დაბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ძალიან საინტერესო თემაზე გავჩერდით ბატონო აკაკი, მოდი გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. თუ შეიძლება რომ უფრო კონკრეტულად გითხრათ, ის კომპანიები, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ, რა ბრალდებებს უყენებთ საქართველოს ბანკს? პირველი ის, რომ არ შეიძლება ბაზარზე თუ კი რაიმე პროდუქტის ღირებულების რეალიზაციას აკეთებ, ანუ რაიმე თუ გინდათ იყიდოთ პური, კარაკი და ამ შემდეგ, აუცილებლად მას აქვს თავისი დანახარჯი და ეს თანხა უნდა გადაიხადოთ, რომ წარმოება მიიღოს ეს ფული და გააგრძელოს, გამოუშვას კიდევ ახალი პროდუქტი. თუ არავინ არ გადაიხდის ღირებულებას იმ პროდუქტში, რაც ღირს, თავისთავად ცხადია, წარმოებას ფული აღარ ექნება, ვერ გასცემს ხელფასებს, ვერ დააფინანსებს მიმდინარე აქტივებს, სასახადო ვალდებულებებს და ის აუცილებლად გაკოტრდება. აი ზუსტად აღნიშნული დაემართა ამ შემთხვევაში იმ ეგრეთ წოდებულ OSMP-ს, რომელიც აღარ არსებობს, ნუ მას ქართულად MGSS-ის აღარ არის საინტერესო, მაგრამ ეს იყო OSMP, რომელიც აბსოლუტურად ამ ნოლის გამო განადგურდა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ჩვენც ანალოგიური დაგვემართა და ჩვენც აღმოჩნდით ამ ნოლში, ზოგადად მონაცემებში, როდესაც გადავამოწმე თქვენ საუბრობდით, რომ დასაქმებული იყო და შემოსავლებს იღებდა 10,000-ზე მეტი ადამიანი. დიახ, მაგასაც გაგიმარტავთ. ეს ამ შემთხვევაში არის ის ბიზნესი, რომელიც არის დივერსიფიცირებული ბიზნესი, ანუ განაწილებულია მთელს საქართველოზე, სხვა შორის რამდენად საინტერესო იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ
ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა, ну ძალიან ახლოს საზღვართან და იყენებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ სწრაფი გადახდის სერვისს, ურეკავდნენ თავიანთ მეგობრებს და იქიდან ახდენდნენ ასეთი ტიპის სწრაფ გადახდებს, ну 5 ლარი, 10 ლარი და ასე შემდეგ. Ну თავისთავად ცხადია. დიახ, ეს ჩემთვის ღირსების და პიროვნული, ასე ვთქვათ, ინტერესიც იყო, რომ რაღაცნაირად ეს თემა ყოფილიყო. ეს ადამიანებიც იღებდნენ. უბრალოდ ეხლა მთელი პრობლემა დღეს გეტყვით, რომ დღეს ყველაფერი შეჭამა ბანკმა, იმის გამო, რომ ჩვენ თავი გადაგვერჩინა, მე ასე ვიტყოდი, მე ამ შემთხვევაში არც კომპანიის დამფუძნებელი ვარ და არც დირექტორი, მაგრამ ვიტყოდი ესე, რომ ჩვენ თავი გადაგვერჩინა, ჩვენმა დამფუძნებლებმა და შესაბამისად დაინტერესებულმა სექტორის პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეყიდათ ეს კომპანია და სამწუხაროდ მიახლოებით ერთი კვირა არის, რაც ეს გარიგება დასრულდა და ну სამწუხაროდ საბედნიეროდ სხვა თემა ბიზნესისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის ერთმა გაყიდა, მეორე მიყიდა, მაგრამ იყიდა ძალიან დიდმა მძლავრმა კომპანიამ და ჩვენ უბრალოდ იმის იმედით ვართ, რომ ამ შემთხვევაში ეს მძლავრი კომპანია უფრო მეტი ინვესტიციებს დახარჯავს და გაუძლებს საქართველოს ბანკის 0 ტარიფს. აი ამ ზუსტად 0 ტარიფზე მინდოდა მეკითხა, ჩვენ დაუკავშირდით საქართველოს ბანკს და დაუსვით რაღაც შეკითხვები, გადაუგზავნეთ კიდევაც და ვთხოვეთ, რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ გადაცემა ყოფილიყო ცალმხრივი და მათ გაეკეთებინათ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი, მაგრამ საქართველოს ბანკმა მე პირადად არ გამკვირვებია, არ გვიპასუხა. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, საქართველოს ბანკთან რამდენხან შეძლებს მომხმარებელი საქართველოს ბანკის აღნიშნული ამ 0 ტარიფით სარგებლობას, იმიტომ რომ თქვენ როგორც აცხადებდით, არის გარკვეული პერიოდი, როდესაც შეძლებს ამ ტარიფით მომხმარებელი სარგებლობას. აი ეს რომ გაგვიმარტოთ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად ვიყავი სპეციალურად ერთ-ერთ მეტროს სადგურში ჩავედი და სადაც ხდებოდა ამ ექსპრეს ბარათების რეალიზაცია, მოგეხსენებათ, სპეციალურად ამ ექსპერიმენტის მიზნით მეც ავიღე ერთი ექსპრეს ბარათის ბუკლეტი, თვითონ ექსპრეს ბარათი, ამ ბუკლეტი, რომლითაც მაინტერესებდა რა პირობებს თავაზობდა. იქ იყო ესეთი, როგორც იციან ბანკებმა, რო ვერ წაიკითხავდა, რო ვერ აღმოაჩენ, ძალიან წვრილი, ესეთი ვთქვათ, ვარსკვლავი დასმული და ყველაზე ქვევით, ყველაზე დაბლა, სადაც ვერ წაიკითხავ, წერე, რომ აღნიშნული პირობები მოქმედებს მხოლოდ პირველი 1 წლის განმავლობაში. ანუ შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ 0 და ეს მოქმედებს 1 წლის განმავლობაში, არავინ ფულს არ გაჩუქებთ მომავალ წელს, მოგიწევთ უკვე რაღაცის გადახდა. ამიტომ ნელ-ნელა უკვე საბაზრო პირობები გინდა თუ არა უკარნახებს იმას, რომ ამაში გადახდა უნდა მოხდეს. აქ ცუდი მოხდა ის, რომ ის რაც გააჟღერა ეროვნულმა ბანკმა და რის გამოც ჩვენ ძალიან დიდი ხანი ამას ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი როგორც სირაქლემა არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, პოზიციაში და გამოეჩინა თავისი ინიციატივა, მათ ძალიან დააგვიანეს იმის გამო, რომ ისინი დროზე არ ჩაერთნენ ამ პროცესში, როდესაც ეს კანონი უკვე არასწრაფი გადახდის, არამედ საგადახდო სისტემების შესახებ კანონი შევიდა ძალაში, ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად საქართველოს ბანკმა ეს პოზიცია და ეს დაემთხვა იმ ხელშეკრულებების ურთიერთობას და იმ ტარიფების ურთიერთობას, რომელიც ზოგადად უკვე მანამდე ბაზარზე არსებობდა სწრაფი გადახდის ბიზნესში. შესაბამისად, როგორც ჩანს, მობილური ოპერატორები და საქართველოს ბანკი სავარაუდოდ, ეროვნულმა ბანკმა იცოდა, არ იცოდა ეს ჩემი გამოძიების საგანი ვერ იქნება, მათ ერთდროულად ჩვენ დაგვიდგინეს, ესე იგი, ტარიფი და საქართველოს ბანკს არ დაუდგინეს ტარიფი. დიახ, ამის შესახებ გქონდათ წინასწარ ინფორმაცია, რომ მობილური კავშირები აპირებდნენ მათ სასაკუთრებად. წინასწარ იყო საუბარი ყველასთან, თავისთავად ცხადია ბიზნესში როცა ხარ და ერთიან წესებზე უნდა ყველას რომ იმ წესებში კონდეს კონკურენცია და ჩვენი მთავარი მესიჯი მთელი ამ წელიწადნახევრიანი დავის განმავლობაში თუ გახსოვთ იყო ის, რომ მოგვეცით კონკურენტულ თანაბარ პირობებში არსებობის საშუალება და თუ ვერ გაუძლებთ, გავალთ ბაზრიდან. ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცა, ამიტომ ჩვენ გავედით ბაზრიდან და დღეს იმედია, რომ უკვე დიდი კომპანია ხარჯავს დიდ თანხებს და Nova Technology გააგრძელებს თავის სიცოცხლეს. აი ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რა გახდა?
როგორც ჩანს, მე გეტყვით, მობილურმა ოპერატორებმა ძალიან ისარგებლეს. ტარიფი გაჟღერებულია, მიახლოებით 4% იყო იმ სისტემაში, როდესაც ჩვენ ქონდა იხდიდით 10 და გერიცხებოდა 10, იმ 10-დან, როდესაც მობილური ოპერატორი მიიღებდა როგორც მომსახურეობის ღირებულებას, ჩვენ სწრაფი გადახდის ბიზნესს ვიხდიდა 4%-მდე. გააჩნია სხვადასხვა ტარიფები იყო, იმიტომ რომ დილერები ინაწილებენ კიდე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე აღმოჩნდა, რომ როდესაც იხდით თქვენ, მობილური ოპერატორები იღებენ იგივე 10 ლარს, ანუ არ იღებენ 9.60, ხო, იღებენ, ანუ მათ ეს 4% პირდაპირ მიიღეს მოგებაში. ანუ რის ხარჯზე წესით და რიგით თქვენთვის ტარიფი უნდა შემცირებულიყო. ანუ თქვენ თუ იხდიდით 10-ს და გიჯდებოდათ ეს 10 თანხა ციფრად, შესაბამისად მობილური ოპერატორები იღებდნენ 4 და 6 და მომსახურების ღირებულებას უხდიდნენ სწრაფი გადახდის ბიზნესს. შესაბამისად თქვენ დღეს უკვე იხდით 10-ს და მობილური ოპერატორები იღებენ პირდაპირ 10-ს ყოველგვარი მომსახურების გარეშე. თავისთავად ცხადია, როდესაც ეს ჯდებოდა 9 და 6 და არა 10, მობილური ოპერატორის ტარიფი გათვლილი იყო თქვენზე, როგორც მომხმარებელზე 9 და 6-ზე და არა 10-ზე. აქედან გამომდინარე, დღეს მობილური ოპერატორები გეუბნებით, რომ იღებენ 10-ს, 10-დან, შესაბამისად თქვენი ტარიფი სასაუბრო არ შემცირებულა არც SMS-ებზე, არც ინტერნეტზე და არც ასე შემდეგ სხვა რაიმე პროდუქტზე. ეს არის ის ფარული მომხმარებლის მიმართ უფლებების დარღვევა, რომელიც ვერავინ ვერ გაიგო რეალურად, უმეტეს შემთხვევაში რეალურად, თორე თქვენ და მადლი ღმერთს, რომ ასეთი პიროვნებები არსებობენ, ვისაც ეს ესმის, რომ ნორმალურად მომხმარებელს მიაწოდო, მათ რა თქმა უნდა ამით იზარალეს, იმიტომ რომ მათ ისინი აღმოჩნდნენ ორი უკიდურესობის ზონაში. არის საქართველოს ბანკი, რომელსაც აქვს 0 და არის სხვა კომპანიები, რომლებსაც აქვს 0 + 4%. თავისთავად ცხადია, მომხმარებლის არჩევანია ის მიდის 0-თან, მაგრამ მომხმარებელი, რომელიც იხდის ამ სატელეფონო საუბრების თუ სხვა, ის რომ დაიჩაგრა იმით, რომ მან თავისი ღირებულება არ შეუმცირდა იმ გადახდით, ეს უკვე თავისთავად ცხადია ვერ აღიქვა და ვერ გაიგო მომხმარებელმა. აი აქ დაიმალა ასე ვთქვათ, ძირითადად ეს საკითხი. ამიტომ მომხმარებლის უფლებების ნაწილში თითქოს არაფერი არ ჩანს, მაგრამ გრძელვადიანად და ზუსტად რომ მობილური ოპერატორების მიმართ, ეს მე მგონი განმარტება, ალბათ თუ დეტალები საჭიროა, კიდევ მეც გეტყვით ამას. ეროვნული ბანკის პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? მე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ რაღაც მოლაპარაკებებში მე ვგულისხმობ, რომ გამოაქვეყნეთ მიმართვა და ასე შემდეგ. თუ გააჟღერა თავის პოზიცია, თუ გამოხატა ინტერესი მან? მე გეტყვით, რომ მე მქონდა პირადი შეხვედრებიც კი და შეხვედრა ალბათ უფრო ესე დავარქმევდი ეროვნული ბანკის ძალიან მაღალ ჩინოსნებთან თუ როგორც ქვიათ აღმასრულებლებთან. შესაბამისად პირობები საუბრისა იყო ესეთი, რომ მათ სეგმენტი აინტერესებთ და ისინი აუცილებლად შეეცდებიან, რომ რამე გააკეთონ. მე პირველი მქონდა ძალიან დიდი პრეტენზია, იმიტომ რომ 1 წელია ჩვენ ამ თემებს აქტიურად ვაყენებთ და მაინდამაინც არჩევნების წინ რატომ დამიძახეთ და მანამდე რატო არ დამიძახეთ? ეს იყო პრეზიდენტის არჩევნები მოდიოდა და ამის შემდგომ უკვე ჩვენ აქცია მოვაწყოთ, გახსოვთ ალბათ ამ ყველაფერზე, კანცელარიასაც მივმართეთ და ასე შემდეგ და ეს იყო მათი პოზიცია, რომ ისინი ჩაერევიან ამ მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობაში. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ სადღაც ახალი წლის პერიოდში მე როგორც მახსოვს, უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მე მას არ შევხვედრილ, მან განაცხადა უკვე საჯაროდ ვთქვათ ჟურნალისტების წინაშე, მასმედიის წინაშე, რომ მას გააჩნდა. ანუ მე გეუბნებით, რომ შევხვდი არჩევნებამდე. ეს პრობლემა იდგა უფრო 1 წლით ადრე კიდე ვიდრე არჩევნებამდე და ეხლა დღეს უკვე მოგეხსენებათ არის თებერვალი, იწყება მარტი. წინასწარ გილოცავთ დედის დღეს. შესაბამისად სამწუხაროდ ჯერ კიდევ არაფერი პასუხი ამაზე მიღებულ არ იქნა, ხო? ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ OSMP აღარ არის ბაზარზე და რეალური თავისუფალი ოპერატორი ვინც დარჩა, ეს არის Nova Technology და მადლი ღმერთს, რომ სერიოზული ინვესტორი გაუჩნდა და ჩვენ იქ აღარ ვიქნებით, ახლები ალბათ უფრო უკეთესად გააგრძელებენ და იმედია რაიმე მოხდება. სასიკეთო თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. მე მაინტერესებს თქვენ მომზადეთ კანონ პროექტი. ამის შესახებ მინდა რომ დაწვრილებით ვისაუბროთ, რა სახის კანონ პროექტი არის და რა ეხება არის. დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეგნებულად გითხარით, როდესაც ვამბობდი, რომ მოიტაცა კანონმა
რეალურად სწრაფი გადახდის ბიზნესი. ამაში ვგულისხმობდი ზუსტად იმას, რომ არსებობს საქართველოში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. ამ კანონში გაწერილი არის თუ ზუსტად მახსოვს, ან მე-18 ან მე-20 მუხლი არის I პუნქტს დაემატა I1 შტრიხით დანამატი. რაც გულისხმობს იმას, რომ რა არის კომერციული ბანკის საქმიანობა. მოგეხსენებათ, ეს არის ფულადი გადარიცხვები, სავალუტო დაყრდნობა, ასე შემდეგ, ხო, რასაც ბანკი აკეთებს და ამ კომერციული ბანკის საქმიანობას დაემატა პუნქტად სწრაფი, ბოდიშით, საგადახდო საქმის წარმოება. ანუ რაც იმას ნიშნავდა, რომ შემუშავებული იქნა ახალი კანონი, სადაც წერია თუ რას ნიშნავს საგადახდო საქმის წარმოება და კომერციული ბანკების შესახებ კანონში დაემატა ტერმინი, რომ ბანკს აქვს ამის უფლება. ანუ ამით პრაქტიკულად სწრაფი გადახდის ბიზნესი გაქრა და ამას დაერქვა საგადახდო სისტემა, რომელიც გახდა კომერციული ბანკის საქმიანობის ნაწილი. ანუ აქ კი არ მოხდა ისე როგორც გვაქვს არაპროფილური აქტივები, არამედ პირდაპირ შეიტანა სწრაფი გადახდის ამ შემთხვევაში ბიზნესი, მოიტაცა კანონმა ბიზნესი, დაარქვა მას ტერმინი საგადახდო სისტემები და ამით გახადა ის კომერციული ბანკის საქმეთ. აი ესეთი საკანონმდებლო ინექცია არის, რომელმაც გაანადგურა პრინციპში სწრაფი გადახდის ბიზნესი საქართველოში. თქვენ ეს თავაზობთ. ჩვენ თავაზობთ პირველ რიგში. კანონპროექტის არსი რაში არის? ანუ რომ მოგვიყვეთ, რა უნდა შეიცვალოს? ჩვენი კანონპროექტის აზრი იმაშია, რომ ის მესიჯი რაც თავიდან ქონდა, რომ თავისუფლად პირობებში, თანაბარ პირობებში მოგვეცეს საქმის გაგრძელების საშუალება, ანუ ბიზნესის წარმოება, იგივეა კანონპროექტშიც, ამ შემთხვევაში მას კანონპროექტი არ ქვია, ვინაიდან ის სპეციალური პროცედურული წესით შედის, როგორც ლობისტი და შემდეგ ამაზე აღარ გავაგრძელებ, რომ ბევრი დრო არ წავიღო. ამიტომ ის ითვალისწინებს, რომ კომერციული ბანკების ინიციატივა. დიახ, შესაბამისად ის ითვალისწინებს, რომ ესე იგი ლობისტური საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით იქვე ხდება იმ შინაარსის განმარტება, რატომ მიდიხარ პარლამენტში და რა გინდა, რატო ხდები ლობისტი. ზუსტად ეს შინაარსი ითვალისწინებდა იმას, ყოველ შემთხვევაში ჯერ კომიტეტამდე მისული ეს არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გავჩერდით აი ამ გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურიდან გამომდინარე. ითვალისწინებდა იმას, რომ კომერციული ბანკების კანონის საქმიანობიდან ამოსულიყო საგადახდო სისტემები ტერმინი ან ჩაწერილიყო, რომ ეს არ არის სწრაფი გადახდა და შესაბამისად საგადახდო შეუძლია გააკეთოს, მაგრამ არა სწრაფი გადახდა. ანუ ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ბანკები პირდაპირ არ ყოფილიყვნენ თავიანთი საქმიანობით მოცულები იმით, რასაც ქვია კონკრეტულ შემთხვევაში საგადახდო სისტემები უკვე კანონით, არამედ ის სწრაფი გადახდა არ გაეკეთებინათ მათ. ამით გავასწორებდით იმას, რომ ეს არ იქნებოდა სწრაფი გადახდა, არ იქნებოდა ბანკის საქმე, ხოლო რაც შეეხება საგადახდო სისტემებს, რა თქმა უნდა, ხა ვერავის ვერ აუგრძალავთ იმაზე მეც ვიდრე ჩვენ ეს ხელგვეწიფება, რა თქმა უნდა, მათ Western Union-ები იქნება, ანელიკი თუ სხვა მსგავსი უნდა გააგრძელონ, მაგრამ არ უნდა გააგრძელონ მომხმარებლისაგან იმ თანხის მიღება, რომელიც სწრაფ გადახდას ხმარდება და არა საგადახდო სისტემებს. ბატონო აკაკი, მე ვიცი, რომ ასევე თქვენ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს საჩივრი. ამის შესახებაც რომ მოგვახსენოთ. დიახ, ამ შემთხვევაში უფრო დავაზუსტებ თქვენ შეკითხვას, უბრალოდ ჩინარს. ჩვენ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მიმართეთ საქართველოს პრემიერს იმ პერიოდში ჯერ კიდევ 10 პარლამენტის თავმჯდომარეს, ომბუდსმენს და ასე შემდეგ საელჩოებს, რომ რაღაცნაირად სეგმენტი ფისკალური პოლიტიკა არის, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, საგადასახადო ადამიანი, ასე ძალიან ბევრი პრობლემა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მით უმეტეს თანამშრომლებს უმუშევრები რჩევიან. ამიტომ ჩვენ მივმართეთ მათ იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად ხმა აღმოეღო ჩვენ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება კიდევ მოვიძიე ინფორმაცია, რომ თანამშრომლების 70%-მა დაკარგა სამსახური ამ სწრაფი გადახდის სფეროში. დიახ, ესეც რომ დავაზუსტოთ. აი, იცით როგორი რამე მოხდა, რომ ეს სწრაფი გადახდის ბიზნეს არ აწარმოებს თვითონ როგორც მხოლოდ ერთი კომპანია. მასთან ერთად აი ჩაკიდული დახუნძლულები არიან რეგიონები, კონკრეტული დილერები, კონკრეტული ადამიანები, მაღაზიები, აი სადაც ხო ისინი ამაში ყველაფერს ფულს ხარჯავენ. შესაბამისად, აი ამის გაუქმება სისტემის უკვე იწევს
რა თქმა უნდა პარალელურ რეჟიმში დილერებთან დაკავშირებული პრობლემებს, ხო? გავაგრძელოთ ისევ საჩივართან დაკავშირებით მასე საუბარი. რაც შეეხება საჩივარს, საჩივარი ამ შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ვერ შევიტანდით, იმიტომ რომ კაცრად ვიცავთ საკანონმდებლო რეგლამენტაციას, ეს საჩივარი არის შეტანილი და შევიტანეთ, რა თქმა უნდა, დოკუმენტაციის მოთხოვნით და ამ შემდეგ ეს არის კონკურენციისა და შესყიდვების სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც კანონით ევალება, იმიტომ არსებობს ასეთი კანონი საქართველოში, რომელსაც ევალება, რომ მათ კონკრეტულად მონოპოლიური თუ დემპინგური თუ ასე შემდეგ სფეროებისათვის აუცილებლად უნდა იქონიონ სპეციალური დებულება, სადაც განიხილავენ მომხმარებლის თუ სხვა ამ შემთხვევაში პრეტენდენტის თუ პრეტენზიის მქონე და პასუხი მივიღეთ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ის დებულება არ აგვაქვს, რომლითაც თქვენი საჩივარი უნდა განვიხილოთ და შემდგომ კიდევ მივმართეთ ამ საკითხს და გვიპასუხეს, რომ აი წინათ ხო გიპასუხეთ და იხილეთ ის პასუხი და აი ესეთი პასუხი მივიღეთ. პასუხი მივიღეთ რა იცით. გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ მალე დაბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ხაზზე ყავს ქალბატონი მადონა კოიძე. მოგესალმებით ქალბატონო მადონა. მოგესალმებით, მივესალმებით გასმენოს, მადლობა გადაცემაში. მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონო მადონა, გადავიდეთ კითხვაზე. სწრაფი გადახდის კომპანიები ბრალსდებენ საქართველოს ბანკს საგადასახადო ბაზარზე მონოპოლიის მოპოვების მცდელობაში. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დაპირისპირებამ მომხმარებელზე? იცით რა მომხმარებელზე რა ზემოქმედებას იქონიებს, ეს ცოტა ესეთი ნათქვამია. თუ კი ბაზარზე არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მომხმარებელს თავაზობს იაფასიან პროდუქტს, მე ვთვლი, რომ ეს არ არის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, თუმცა აი თუ კი ეს დარჩება ესე იაფასიან პროდუქტად და ეს შემდგომში არ აისახება ფასზე და არ იქნება მონოპოლიის დამყარების მცდელობა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენციის თვალსაზრისით ფასებში თავისუფალია და თუ კი აქვს საშუალება რომელიმე თქვათ ბანკს რომ იაფასიანი კრედიტი გასცეს ან იაფასიანი მომსახურება, ეს მათი უფლებაა და ამით მომხმარებელთა უფლებები არ ირღვევა, რა თქმა უნდა. ანუ თქვენ აღნიშნავთ, რომ საქართველოს ბანკის მიერ დაწესებულ 0%-იანი ტარიფი ქმნის ჯანსაღი კონკურენციის პირობებს? ჯანსაღ კონკურენტუნარიანი პირობა არის, როდესაც თქვათ გარკვეული პრივილეგია აქვს, მაგრამ რა ეს პრივილეგია მომხმარებელს არ აზარალებს, მომხმარებელი იხდის ნაკლებს. ერთი მოთამაშე რო იყოს და ის მოთამაშე რო იყოს თქვათ ძვირფასიან მომსახურებას რო თავაზობდეს, ამ შემთხვევაში მომხმარების უფლებები ირღვევა, მაგრამ მომხმარებელთა უფლებები ირღვევა სხვა კუთხით, აი როდესაც თქვათ ბარათებით ხდება ტრანსპორტში ფულის გადახდა და მომხმარებელს აუცილებლად უნდა საქართველოს ბანკის ბარათი და აი ამ შემთხვევაში არჩევანის უფლება წარქმეულია. აქ უკვე მომხმარების უფლებები დარღვეულია, მაგრამ თუ კი ვინმე თავაზობს იაფასიან მომსახურებას, ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ნამდვილად არ არის. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო მადონა ჩართვისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ. ბატონო აკაკი, რა შეფასებას გააკეთებდით, ეთანხმებით თუ არა ქალბატონ მადონას ამ შემთხვევაში? მე უფრო მეტად ამ შემთხვევაში მე რამდენად ვხვდები ქალბატონ მადონა პროფესიონალი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და თავისთავად ცხადია ის პრობლემის შინაარსს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შესაძლებელია იცნობს, მაგრამ არა იმდენად დეტალებში და ციფრებით. კი, მე მოვისმინე. ეხლა რაც შეეხება, ამიტომ მაგ საკითხში ირღვევა თუ არა, იქ მე გაგიმარტეთ დეტალური მდგომარეობა მობილურ ოპერატორთან, ამიტომ ჩვენ თუ გვექნება ალბათ ცალკე საშუალება ქალბატონ მადონასთან ამას მოისმენს და ალბათ გაიგებს ისე როგორც არის თეორიულად და პრაქტიკულად და რეალურად. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მე მინდა გითხრათ, რომ აქ მთელი რიგი გამოძიება ჩავატარეთ იმის გამო, რომ რას აკეთებს საქართველოს ბანკი. რეალურად ქალბატონ მადონამ ის არ იცის, რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ კი იცით, იმიტომ რომ ჩვენ ეს მაშინ სლაიდებით გავაჟღერეთ. ეს არის ტყუილი.
საქართველოს ბანკი 0 ტარიფით არ ემსახურება მომხმარებელს. რატომ? საქართველოს ბანკს აქვს ორი ხელშეკრულება. როდესაც ის ამბობს, რომ თბილისის მერიასთან გააფორმა 2006 წელს ტენდერი, მინდა პირველ რიგში გითხრათ, ტენდერი მოიგო და გააფორმა ხელშეკრულება საბანკო მომსახურებაზე. 2006 წელს ჯერ ერთი არ არსებობდა საგადახდო სისტემების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლითაც მოხდა მიტაცება სწრაფი გადახდის ბიზნესის. ეს პირველი ტყუილი. მეორე ტყუილი ის კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი, ამ შემთხვევაში არის საქართველოს ბანკი და ის კომპანია, რომელიც ექსპრესბარ, რომელიც ქალბატონმა თქვა, ამას აკეთებს, ეს არის უკვე ესე ვთქვათ, iPay არის ასეთი კომპანია და ExpressPay არის ეს კომპანიებში არსებული ეს და ანუ საქართველოს ბანკს ყავს ორი მეტრო სერვის პლუსი არის ერთ-ერთი, რომელიც ამას აკეთებს. ეს კომპანიები 2006 წლის ტენდერში არ არსებობდნენ. მე არიან შექმნილები, რეესში შეგიძლიათ ნახოთ ღია საჯარო ინფორმაცია, მით უმეტეს ყველაფერს რასაც გეუბნებით საქართველოს ბანკის ინფორმაციიდან ამოვიღე. ანუ საქართველოს ბანკიდან საჯარო რაცა დევს და ის სქემები რაც წარმოგიდგენთ. ამიტომ იმ პერიოდში ფიზიკურად ვერ მოიგებდა, არ არსებობდა და როგორ მოიგებდა. მოიგო საქართველოს ბანკმა. მერე გადააფორმეს ეს მეტრო სერვის პლუსზე და ამის შემდგომ გაჩნდა უკვე ასე ვთქვათ, კანონი უკვე 2012 წელს და მერე დაერქვა მას საგადახდო სისტემები. ეხლა გეკითხებით, როგორ შეიძლება და 2006 წელს მას რაიმენაირად მიიღო მონაწილეობა და მოეგო და განეხორციელებინა. ამიტომ მომხრეულს და მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? გარდა იმისა, რომ მათ ეს ტენდერი მოიგეს, ჭყალებში ჩავსვათ ალბათ ეს ტერმინი, საქართველოს ბანკი იმ ხელშეკრულებით ამ შემთხვევაში უკვე მეტრო სერვის პლუსი 0.005 თეთრს იღებს თითეული მომხმარებლისაგან, რომელსაც ის გაატარებს მეტროში მგზავრს. ანუ თითეული მგზავრისაგან. ესე იგი, თქვენ როდესაც იყლებთ ექსპრეს ბარათს, თქვენ იღებთ ამას 0-ად, მაგრამ ყოველი მომხმარებელი, რომელიც არის მეტროს მომხმარებელი მგზავრი, ისინი იხდიან თქვენს მაგივრად. ეს ქალბატონმა არიცის და არიცის ბევრმა. ასევე არის გაფორმებული ხელშეკრულება ავტობუსების მომსახურებაზე და იქაც ერთ შემთხვევაში მე როგორც მახსოვს 9 მილიონი ლარი არის მეტროდან, რასაც იღებს ზუსტად იმ 0 ფულს საქართველოს ბანკი თავისი მშვილობილი კომპანიების საშუალებით და მეორე შემთხვევაში მე როგორც მახსოვს ავტობუსების შემთხვევაში ის იღებს თუ არ ვცდები 400, მიახლოებით 1 მილიონი ლარი მას აქვს წელიწადში, იმიტომ რომ მას კონდეს 0 ტარიფი. სად არის ქალბატონი მადონა, თუ შეიძლება ჩართეთ ხელახლა რა სიტყვის საინტერესო. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ვთხოვთ ქალბატონ მადონას აუცილებლად კომენტარს. ბატონო აკაკი ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა ვისაუბროთ თქვენ საომავლო გეგმებზე, როგორ აპირებთ შემდეგში ბრძოლას ამ ყოველფრისთვის. მე ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ კომპანიისაგან თუ სხვა შემთხვევისაგან დამოუკიდებელი პირი ვარ, მე ვარ დამოუკიდებელი, ვარ ლობისტი კომპანიის მიზნებისათვის. ჩემი პირადი საქმიანობა ეს არის საადვოკატო საქმიანობა, ზირთად ბიზნეს და საგადასახადო სფეროში ვარ და თავისთავად ცხადია მეტნაკლებად ვცდილობ, რომ ჩემი სეგმენტი და ჩემს ურთიერთობებში ვიყო. გეტყვით, რომ ჩვენ საქმიანობა რაც გვაქვს, ეს დაწყებულია, საგაზაფხულო სესიები ჯერ დაწყებული არ არის, ამიტომ ჩვენ არსებითად გვაქვს იმის დრო, რომ ყველა პროცედურა იურიდიული რეგლამენტით, როგორც ეს პარლამენტშია გათვალისწინებული, მივიდეთ. მეორე არის ამ შემთხვევაში უკვე რამდენად უკვე ინვესტორის მიზნები და ინტერესები იქნება შესაბამისობაში იმ ცდელობასთან, რაც ჩვენ გქონდა. ამიტომ სამომავლო გეგმები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის მე რა მექნება, ალბათ ის არის სახელმწიფოს რა ექნება სამომავლო გეგმები, რომ მე ვიცოდე, რომ იმ გეგმებიდან გამომდინარე ჩვენ ზოგადად ბიზნესის კონსულტანტები, ადამიანები, რომლებიც მომხმარებლები ვარ და ასე შემდეგ, რამდენად შევძლებთ ამ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, პოლიტიკით თუ გაჟღერებული ინტერესებით ვიაროთ და ვიცოდეთ, რამდენად სწორად შეგვიძლია იყოს ყველაფერი თავისუფლად ორგანიზებული კონკურენციისთვის და დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, ბაზრისთვის. ამიტომ გეტყოდით, რომ აი რაც შეეხება თვითონ პოლიტიკას საბანკო მიმართულებით, ხო? პირველ რიგში აბსოლუტურად ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან, იყო ძალიან სერიოზული განცხადება, ეს იყო ამბაშიშვილი, კალანდაძე
ლიქვინაძე და თუ არ ვცდები ლევანი იყო კიდე იურისტი ალაფიშვილი. აბსოლუტურად ვიზიარებ, უერთდები და გარდა იმისა, რაც იყო გაცხადებული, კიდევ უფრო მეტი არგუმენტები შემიძლია ამასთან დაკავშირებით გითხრათ. რა თქმა უნდა, მთლიანად, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი ღერძი, ისევე როგორც თავდაცვა და თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების სამსახური ქვეყანას სჭირდება, ასევე ქვეყანას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხო პოლიტიკა. ამიტომ ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ ბანკებიდან გამომდინარე. ჩვენ აუცილებლად მოგიწევთ კიდევ სხვა თემაში, არასაბანკო პროფილთან დაკავშირებით, როდესაც გვექნება თემა და ვრცლად ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. თუ რატომ მიენიჭა საქართველოს ბანკს სწრაფით ჩარიცხვის ტერმინალების მეტრომანის ბალანსის შევსების ექსკლუზიური უფლება, არსებული ინფორმაციით თბილისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მეწარმეები მხოლოდ ერთი კომპანიის მიღებულ სარგებელს მათ შევიწროებათ თვლიან, თუმცა ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ ტენდერი სამართლიანად მოიგეს. თუ როგორ განვითარდება მოვლენები თვალყურს მივადევნებთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ აკაკის სტუმრობისთვის. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმენთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტზე გემშვიდობები. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა. შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება.